კურიერებმა და ტაქსის მძღოლებმა დღეს თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. როგორც კურიერები ამბობენ, მათთვის მომსახურების არსებულ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია. მათი თქმით, გაზრდილი ფასების ფონზე ანაზღაურება კიდევ უფრო შეუმცირდეს. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ისინი განმარტავენ, რომ მომსახურების დაბალ ტარიფთან ერთად უამრავი ადმინისტრაციული ჯარიმაა, რაც გზაზე მოძრაობას შეუძლებელს ხდის. ტაქსის მძღოლებმა საკუთარი მოთხოვნები ჰუალინგთან გამართულ აქციაზე გააჟღერეს. ჩვენი მოთხოვნების პირველი პუნქტი არის საკომისიოს დაწევა, რასაც ვთხოვთ იანდექს, ბოლტს, მაქსიმს. ვთხოვთ, რომ საპროცენტო განაკვეთი ის, რაც მათ მიაქვთ, მინიმუმ 10%-მდე დაწიონ. ასევე ვთხოვთ ტარიფების შეცვლას, რადგანაც ცოტა მოგვიმატონ აუცილებლად. ასევე არის ის დაბლოკილი ადამიანები, რომლებიც ყველაფრის გარეშე, ელემენტარული ასაგანმანტების გარეშე დაბლოკეს, მაგათზე ბლოკის მოხსნა და სამუშაო პროცესში ჩართვა. ასევე არის საუბრები, როდესაც გვისახებენ ელემენტარული ქეში გამოძახებებზე და მივდივართ და გვიუქმებენ, ეს უნდა იყოს აუცილებლად ანაზღაურებადი. ის პრიორიტეტის ქულები არის თუ დანარჩენი ქულები, რაც საუბრიდან გამომდინარე გვაყდება, არ გვაქვს ელემენტარული წერეთელზე და ჭავჭავაძეზე გაჩერების საშუალება. იმიტომ რომ ჩვენ რო იქ გავჩერდეთ და ის 8 წუთი და 10 წუთი მგზავს გაველოდოთ, მაგ დროს უკვე საპატრულო პოლიციამ თავისი რეაგირება უნდა მიიღოს. იმიტომ რომ ჩვენ გაჩერება იქ არ შეგვიძლია. ამ ყველაფერზე მოვითხოვთ თავრობისგან იყოს შუამავალი ჩვენს და კომპანიებს შორის. კურიერები სოლიდარულები ვართ შრომელების მიმართ. დღეს უნდა ჩაეყაროთ საფუძველი იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანეთ შრომელები, ყველას ერთი და იგივე პრობლემა გვაწუხებს. ეს დამამცირებელი ანაზღაურება 3 ლარი, 4 ლარი, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება ყოველდღიურად. და იმედი მაქვს, რომ ესე ერთობლივად გაგრძელდება დღეიდან პროტესტები კურიერების და ტაქსის მძღოლების და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მეტ ადამიანს მივცეთ მოტივაციას, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად ვიბრძოლოთ. 1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ტაქსის მძღოლებმა დღეს აქცია გამართეს ქუთაისსა და ბათუმშიც.